მოგესალმებით. გამარჯობა. დადგა ხუთშაბათი ნიკო, ერთი ხუთშაბათის გამოტოვებით და ისევ შევხვდით ერთმანეთსაც და მაყურებელსაც. ნამდვილად. ნიკო, კლიშე არის ისა, რომ ისევ საცივში იხჩობა ხალხი რა. მე მგონი აღარ არის ეგა და მარტო კლიშედ დარჩა და არც არავინ იკლავს საცივში თავს ახალ წლებს. არა, მით უმეტეს ამდენი ხანი. ხშირ 1-2-3 დღე თუ ბაშკაცი ხარ გადააბადა ის. მაგრამ აი არავინ იცის ახლა ფასების კომისია რო დაამთავრებს მუშაობას, ნიკო, როგორი ეფექტი იქნება. შეიძლება მომავალ ახალ წელს ერთი სული მაქვს ფასების კომისიის დასკვნები წავიკითხო, იმიტომ რომ ვიცი რომ გვიშველიან ისინი. უყურე ეს არ მქონდა ნიკო დაგეგმილი და უსოდ ამოვარდა უცბად აი თემა მოიტანა. ფასების კომისია ხო მუშაობს, აგრძელებს მუშაობას, ინტენსიურად მუშაობენ და რაღაცას ხო უნდა კონდეს ფასი, რომ მე ფასი მოემატოს. ნივთი ხო უნდა იყიდებოდეს და იყოს. აი ახლა გრიპის სეზონი არის. აი გადასხმის საშუალება, აი ისეთი ელემენტარული რაღაც როგორც არის, მაგალითად რინგერის ხსნარი. მიდი აბა იშოვე. ვერა ხო? არსად არ არის. აი ვერც აფთიაქში იშოვი, ვერც საავადმყოფოებში, ნაცნობ ექიმებში იფიქრებ, ხო იცი რა ნაცნობობით. არ არის. ამას მიხედონ, რომ ესეთი დეფიციტები არ იქნებოდეს სიტყვაზე, რა ხდება მოულოდნელი? გრიპის სეზონია, ხო? გრიპის სეზონზე საჭირო არის გადასხმის საშუალებები და არ არის. ჩემი შეკითხვა რომ მთავრობამ მანდ რა უნდა ქნას. ანუ იცი რა არის? ხო ისაა, თავისუფალი ეკონომიკის ხო, მაგრამ მომხრე ადამიანი ვარ. ხელი შეუწყოს, მე იმას კი არ ანუ შეუშალა ხელი? აი როგორ ჩანს ასეთ პერიოდში იქნება დეფიციტი ზოგადად გლობალურად და თუ მაგარი ტიპი ხარ, რა ვიცი, აბა მან მარაგი გაიკეტი ასე საწოლ ფონდებს რო ქნიდნენ, გახსოვს? სხვა შორის მე იმას არ ვამბობ, რომ ხო ივან მომიტანოს ყობახიძემ რინგერი დამიდგას. არა. მაგრამ სადღაც უნდა იყოს და ამაზე ვინ უნდა იზრუნოს თუ არა ფასების კომისია. ფასების კი არა, ახლა უნდა იყოს სხვა კომისიაც უნდა შეიქმნას. ალბათ არ გამხდარ ხო შენ გრიპით? იცი რა არის, მე ავიცე, ოჯახის წევრი დედაჩემს ახლა ცოტა ის რთულად არის. ჩვენ ჩავიცერით და ყველას ჰქონდა მეტნაკლებად და მე რო ვკითხულობდი ხალხის, ცოდნე ხალხის ნაწერს Facebook-ზე და ამბობდნენ რომ გრიპის ვაქცინას კომპონენტებს ხო ადგენენ რაღაც გარკვეულ დროს 4 კომპონენტიანი და იმან მუტაცია განიცადა მას შემდეგ და იმისიაც რა არ გქონია. მაგრამ სულ არ გვიცავს? რაღაც მომენტში მაინც გიცავს. რატო იცი? მეც ეჭვი მაქვს რომ მქონდა, უგონ ძალიან მსუბუქად, აი რაღაც პერიოდში რომ აიხრინწები და რომ ფიქრობ რომ აიწყება პროცესი და რომ გაჩერდება. მამაჩემს მქონდა, მამაჩემი 85 წლის არის, მაგრამ არ ქონდა ესეთი კატასტროფულად. ყველა დაუტოვა სიცხეები და რამე არ ქონია, 2 დღე იყო ესე ცუდად, ოღონდ ისე არა რომ ჩაწოლილიყო, აი დედაჩემს რთულად აქვს. დედაჩემს რთულად აქვს, ხო? სხვა ხანია გაუგლის, ახლა რამდენიმე დღე არის ცუდად. 2-3 დღე უკვე არის, ხო? სიცხე ქონდა 1 დღე, ახლა სიცხე არა ქონდა, ნუ ახველებს და სუსტად არის. თუ მე 1-2 დღე კიდე მეყვება სიცხის მერეც, სუსტად ყოფნა და მე არა უშავს. ხო, მაგრამ ნუ აი რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ახლა ეს ფასების კომისია არის რაღაცნაირად, აი ძალიან პიარული და სარეკლამო და რაღაცა ესეთი წყლის ნახვის ამბავი. წყლის ნახვაზე რომანი აქვს დაწერილი ირაკლი კოლბახიძეს, არ დაგავიწყდეს. ხო და ნუ აი ესეთი რაღაცეები რომ რაღაც საეტაპო ის რო არის მოვლენები. დაბრუნება ტერანულობაში ესე ქვია. ესე ქვია და შიგნით წყლის ნახვაზეა. წყლის ნახვის ეპიზოდი არის რა, ეს წყალს. მე არ წამიკითხავს მარტო სათავური ვიცი. აი მაშინ ფილტაქვაში წყალს ნაყავენ. ხო, ეგეთი ამბები არის ნიკო. ხო, ახლა ძალიან ნეგატიური დავიწყეთ, მაგრამ ახლა ვიცი რომ შენი გოგონია ახალ წელს და. ისე რა. Stranger Things-ის ნახე დაბოლოება. შენ არა ხარ Stranger Things არ უყურებდი? ზუკა შენ? არა ეს ბოლო სეზონი არის. ზუკა არის იქით. ხო. მე? ხო, ქორი არ აქვს. ყველაფერი ის იყო რა. შტამბეჭდავი? არა უშავდა, ნორმალურად დამთავრდა. ეხა არის ხოლმე ლაპარაკი ბოლო რამდენიმე წერია მონოკულტურის სიკვდილზე. რომ იგულისხმებოდა რომ ადრე მონოკულტურა იყო, რომ ყველა რაღაცაში ვიყავით ჩართულები, რომ თუ ჰიტი გამოვიდა, თქვა პოპ სიმღერა რა, ძალიან პოპულარული. შენ ეხა მუსიკის მსმენელი ხარ თუ არა ხარ, მაინც გაქვს მსმენელი რაღაცნაირად. ეხა აღარ არის ეგრე, შეიძლება რაღაცა ჰიტი იყოს, რომელსაც ასობით მილიონობით მოსმენა აქვს და შეიძლება მილიარდზე მეტი და არც გაგიგია. ისევე როგორც თქვა Game of Thrones ხო უყურებდი? ვინც არ უყურებდა, იმანაც იცოდა სტარკების ოჯახი და რაღაცა გაგონილი ჰქონდა და Stranger Things არის მაგისი კუდი ბოლოს, რომ აი ბევრს აქ ნანახი, მაგრამ თქვათ ეგრეც არ არის, რომ ვეკნა, იცი? ნუ ვეკნა არის Stranger Things-ში. იყო ეს. ხო, იცი რა არის ნიკო, ზოგადად ეს სერიალები და რაღაცები, მე მგონი ხო
სერიალებმა გაუკეთეს ჩვეულებრივ ფილმებს კონკურენცია და შეიძლება ჩააჩუჩეს რაღაცა და მგონი ახლა ნიკო ახალი წელი ისე დაიწყო რომ ცალბურო დამხვევი სიჩქარით რომ მგონი ნებისმიერ სერიალს ჩაისვამს ჯიბეში ახლა რა მოხდა ვინმე ხომ არ გაიტაცეს ხო ნუ აი ესეთი ის იყო რა ნუ ხო ახლა კი გასაგებია წინა წელი ძალიან ეგეთი ის იყო შფოთვარე და მოვლენებით დახუნძურული და დატვირთული და ტემპების ნაკლებობასაც არავინ უჩიოდა მაგრამ ხა დიდად არა ვარ ამ ჩინური ასტროლოგიის და იმის მოყვარული მაგრამ მაინც ეს ცხენი მართლაც ცეცხლოვნად შემოიჭრა ხო აი მეც ვფიქრობდი რომ აი ეს ყველაფერი რაც წინა წელს ხდებოდა რაღაცნაირად ეს იმით რუტინულად გაგრძელდებოდა მაგრამ რა ის თვალებს არ დაუჭირი რომ უყურებდი ამ იმას მადუროს გასკონჩას როგორც ერთმა ექსპერტმა თქვა მადურო გასკონჩეს ხო გასკონჩეს ნიკო ხო მართალია მადურო გასკონჩეს მაგრამ ხო იცი რა არის მე ჩვენთან აქ იყო ძალიან დიდი სერიოზული დისკუსია რომ ჩვენთვის რას ნიშნავს და კარგია თუ არა და რაღაცა ის ხო და ახლა იცი რა არის როდესაც რომელიმე რაღაც არ უნდა შორეული მოდი მან შეგაწყვეტინებ ხა ესე ვიზა ხო მან ხა ისაც ვინც არის ის გასაგები რომ იყოს თქვენ რადიოს ჩვენსაც ვამბობდი და მე ეს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტიდან და ამიტომ ვერიდებით ხოლმე მithumetes ესეთ ფორმატში რომელიც არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ანქებას ან ძაგებას ან რამენაირად შეეხება არც ქებას არ ძაგებას არ ხო მე მეგონა მეც მაფრთხილები მათთან ანუ იყოს რა არც რომ ვაქოთ არც არ გამოდის სწორი რომ ფული გადმორიცხეს და ვაკეთ ან რომ ვაძაგოთ მოკლედ ვახსენოთ და მეგარი ხო მე იმის თქმა მინდოდა რომ მადუროს წყალი რაღაც ფორმით გადასხმოდეს აი ჩვენს დიდ მეზობელს რაღაც ფორმით ნიკო იმას არ ვამბობ რომ კონკრეტულმა ვიღაცამ აი არ იქნები ამის დიდი წინააღმდეგი. ნახოთ სად რა როგორ მოხდება, ანუ როგორც უკვე აღნიშნეთ, დიდი ცვლილებების შუაში ვართ ამ წუთას, ირანი ხელავს, ვენეზუელაში რა მოხდება, არ ვიცით, მაინც როგორ გაგრძელდება, ამერიკაში მღელვარება არის, რუსეთში არ ვიცით რა ხდება. ხო, რუსეთში რა ხდება და რუსეთს აქვს დიდი ესე იგი პრობლემები, როგორც ეკონომიკის წინაშე, ასევე ხო ამას ფუთავენ რომ არანაირი პრობლემა არ აქვს იხოცება ამდენი ადამიანი და რეზერვი სულ არის სულ მოდის არ არის ეგრე გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება მსურველების რაოდენობა მცირდება ეგ ერთმა მოსრებულად შენიშნა რომ ადამიანის ბუნება და განსაკუთრებით მაგ ტიპის რეჟიმებში ხო ისეთი არის რომ რაღაც თანხად ხო ტიპი შეიძლება ომშიც წავიდეს ვიღაცაც მოკლას მაგრამ ხა ესე თავი მოიკლას მარტო თანხა არ შვილის მაგამს ძალიან დიდი რისკი არის იქ ახლა ფრონტზე რომ ის შენი კომპენსაცია ვიღაცამ სხვამ აიღოს სულ ესე იყო მაგრამ ახლა უფრო დიდი რისკი არის ეხლა ვკითხულობდი რომ შავი ქრივების ბანდები არისო რუსეთშიო რომლებიც ანუ შეაცდუნებენ ვიღაც ახალგაზრდა მაწვილს თავს შეაყარებენ ხელს მოაწერინებენ მე იტყვის რომ სამშობლოს ემსახურე და მე ჩაიჯიბავს პენსიას. ცოტა სექსისტურ სტერეოტიპს გავსა თან რუსეთში ზუსტად არ იცი რა ხდება და მაგრამ ამავე დროს არც არის გამოცდილებული რომ ეგრე შეებოდნა. რუსეთში რაღაცნაირი ბანდები იყო ხოლმე ყოველთვის. გახსოვს ადრე იყო 90-იან წლებში ტიპებს ბინას გადმოაფორმებდნენ. სმელი ხალხი ვინც იყო. არა, პენსიონერებს ხომ არა ალკოჰოლიკებს და მე მანამდე სანამ ცოცხალი ხარო ჩვენ მოგხედავთ იყო რომ შეყრიდნენ რაღაც ერთ ოთახიანში 50 სულს არყებს დაუდგამდნენ და ისინი მალე კვდებოდნენ თავისით და მე რამეთ ბინარ ჩებოდათ საშინელი მაგარი ბიზნესია ანუ ეგეთი უგულო და რაღაცა კაცის მოკლა უფრო რაღაცნაირად მესმის რომ სწრაფად ხდება და ვიღაცებს რომ გომურში აცხოვრებ რომ მე იმათი ბინა გქონდეს და მე მექანიზმი აწყობილი რო არის ხო, მოკლედ რა, ის არის, ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ის ძალისხმევა რომ ომი გაჩერდეს, ასევე გაგრძელდება, მაგრამ არ ვიცი. რა, სანამ შემოვიდოდით აგერ კოლეგასთან ლაპარაკობდით, ხო? ერთი არის რომ ომის გაჩერება გინდოდეს სიტყვაზე, ან რესურსები არ გაქვს რაღაცა, მაგრამ მეორე არის კიდე ამის შეძლება.
ასე თუ ისე მექანიზმი აწყობილი არის დიდი სიჩქარით მიერეკება რაღაც პრობლემებს უკლავდები. უბრალოდ პრობლემებს რადგან აი ნებისმიერი წინააღმდეგობა ომში მყოფ ქვეყანას, აი ისეთი როგორც რუსეთი არის ახლა, იქ სრულად ჩამოყალიბებული არის ავტორიტარიზმი, დიქტატურა, არანაირი განსხვავებული აზრი არ ჭაჭანებს. აი თვითონ იმ ათვლის სისტემაში პროტესტიც კი, ანუ იქაური პატრიოტი, რომელსაც ის კი არ უნდა სიტყვაზე რომ დამარცხდეს რუსეთი ან დემოკრატიული გახდეს. არა, უფრო სასტიკი იყოს, უფრო ბრუტალური იყოს, ხო? მაგ ტიპის კრიტიკასაც კი შეგიძლია გაუმკლავდე, ხო? აი სიტყვაზე პრიგოჟინი პუტინს იმის გამო ხო არ აკრიტიკებდა და იმის გამო ხო არ აუმხედრდა, რომ რატო დემოკრატიული არ ახარ და მოდი ომის შეწყვიტე და იქნებ დაელაპარაკო უკრაინას და ან დასავლეთს და დაალაგო და ადამიანის უფლებები. პირიქით, ხო? ხო? აი ამ ტიპის პროტესტის გამკლავებაც კი შეუძლია. ტიპი ფიქრობს, ხო? ახლა ვიგებ ომს, არ ვიგებ, ეკონომიკური პრობლემები მაქვს, არ მაქვს, ხო? ისეთი ისა მაქვს, ბანკო მიჭირავს ხელში, ხო? ნუ რებისმიერ იმას გავჭრი, ხო? მოწინააღმდეგისას. მაგრამ თუ გავაჩერებ ახლა მე ამ სიტყვაზე, ხო? კაცმა არ იცის მე რა ბანკო მომივა, ხო? ვიღაცა შეიძლება ჩემზე უფრო ჯოკერი შეხვდეს ან რაღაცა ეგეთი. ხო, იქ უკრაინას არა აქვს რასაკვირველი არის ეს იული პირობები, მაგრამ ნუ არც ამათ აქვს. ეგრე რომ სიტყვაზე მედიაში რაც ხდება ამ პროპაგანდა, რასაც იტაცებს და რასაც გვთავაზობს, რომ აი მიიწევს წინ და ესეთი რუსეთი არის მარშზე, როგორც იტყვიან და ეს ხო არის გამონათქვამი. რუსეთი რომ მარშზეა არ არის ეგეთ მარშზე, ხო? აი მაგალითად ბოლო 1 წლის განმავლობაში რაღაც აი პროცენტზეა ლაპარაკი წინწაწევის, ხო? რაც უჯდება ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. აი ანგარიშობენ, ხო, არიან ეს ორგანიზაციები, რომლებიც ანგარიშობენ, თვეში რამდენი იხოცება, წლის განმავლობაში რამდენი დაეხოცათ და მეცაც გეტყვი, აი კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია რა რაოდენობით უჯდება და არის უზარმაზარი მსხვერპლი, ხო? ეგრე მარტივია, არ არის, რო თქვათ, რომ სიტყვაზე მარტო უკრაინა არის. უკრაინა 4ჯერ ნაკლები, 3ჯერ ნაკლები ქვის არის, პატარა ქვეყანა არის რუსეთთან შედარებით და არ არის მდიდარი ეს წიაღისეული დრითიც, ანუ სულთგმულობს, გინდა არ გინდა, მაინც სამყარო ისეა ჯერ ეკონომიკები მოწყობილი, რომ ნავთობი და გაზი თუ არის რაღაც დონეზე, ახლა შეიძლება იყოს სანქციები. ფაქტობრივად შორის ახლა ისეთი სერიოზული სანქციები და სანქციების ინიცირება ხდება ამ რუსეთის ნავთობის მეორადი ქვის, ანუ ირიბის სანქციების, რაც სერიოზული ის იქნება. ჯერის ტანკერის ალბათ ჩვენი მაყურებელი ბაის პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული და ეს რუსული ტანკერის დაკავება ეს ვენესუელისკენ მიმავალი ტანკერის თუ უკვე ბრუნდება. მოკლედ ცარიელი არ იყო დატვირთული, მაგრამ შემჩნეული იყო სანქციების რეჟიმი ქონდა დარღვეული და ის ხო დააკავეს, ნუ ძალიან სერიოზული დარტყმა არის. რუსეთისთვის ეს ნავთობის გაიაფება და ეს ზოგადად ეს ვაჭრობის შეზღუდვა არის აი ყველაზე დიდი დარტყმა, ხო? ახლა კი ამბობენ ვაჩინეთი რაღაცნაირად დაუბალანსებს, მაგრამ ესე ამხელა ქვეყანას ვერავინ აიკიდებს ზურგზე. როგორც თვითონ რუსეთმა ვერ აიკიდა ბოლომდე ვენესუელა. ხო ესე იყო არა, რომ აი რაღაცნაირად ეს რუსეთის პასუხისმგებლობა იყო ამ ვენესუელის უსაფრთხოება, ხო? სად არის? არ არის. ხო, ნუ ეგეთი ამბავი არის და ცოტა ის მაზალო იყო აქ ჩვენთან გამოხმაურებები, განსაკუთრებით მე ის ჩვენი შალო პაპუაშვილის ის მომეწონა, რომ ვილაპარაკა ამ ყველაფერზე, ამ საგარეო პოლიტიკაზე, რისკებზე, ამეებზე, იმეებზე და ერთხელ არ ახსენა არც ამერიკა და არც რუსეთი. რაღაც რანაირად შეიძლება არ ახსენო ნიკო. არ ვიცი. ხო. მოკლედ მე ვფიქრობ, რაც ახლა ხდება სიტყვაზე, ახლა რა შედეგს გამოიღებს, სად მივა, როგორ მივა, კაცმა არ იცის, მაგრამ ნუ აი ეს ვინც ავტორიტარი ტიპები, რეჟიმები, სისტემები, ქვეყნები, ნუ ცოტა მათ დისკომფორტი აქვს და რაც არ არის მე მგონი ახლა ამიტანი ცუდი. აი ირანი რო ახსენე, ირანზე ჩვენ გვაქვს ირანული სამსახურის მასალა, ჩვენ რადიო ფარდა არის, თარგმნილი ქართულად, ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის. ურჩევ წაიკითხოს, იქ ეს რა არის ძალიან მაზალია. ინტერვიუს არსოთ მაიკლ კოგანთან არის. ხო, მაიკლ კოგანი არა, მაიკლ რუბინი, ხო, რომელიც არის ამ ირანის ექსპერტი და ეს ამ ინტერვიუ არის, შეიძლება თუ არა ირანში ვენესუელის მსგავსი სცენარი განვითარდეს. ხო, მოკლედ ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის, ხო, ურჩევ. თუმცა სათაურიც ის არის, რომ ვენესუელის სცენარი რა არის, რომ ანუ თქვათ მადუროსნაირად რო რაღაცა გაიტარცონ, მე რა მოხდა, არ ვიცი ჯერ სცენარი. მოკლედ ჯობია, ჯერ ბოლო სეზონი არ დამთავრებულა კი არა.
ხო და ძალიან მაზალუ ამბავი არის ნიკო როგორც ჩვენთან არის ესე იგი მრავლის მეტყველი ამბავი როდესაც რუსთაველი გადაიკეტება და რაღაც პროცესები ხდება მნიშვნელოვანი და რუსთაველზე ხდება აქ ეს ირანში არის თეირანის ბაზარი თუ დაიკეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ადგილობრივი პოლიტიკოსებისთვის საზოგადოებისთვის ექსპერტებისთვის აი ნუ ესე იგი ყველა მნიშვნელოვანი რამე რაც მოხდა და წინ უძღოდა ამ თეირანის ბაზრის დაკეტვა. ახლა თუ გამოიცნობა ახლა დაიკეტა თუ არა. ალბათ კი. კი. ხო, და ნუ რაღაც მოკლედ რო გეთქვა ხა არაო ძალიან ისი ქნება აღარა თუ თქვენი. ხო, ძალიან ის არის ხო. ნუ მოკლედ ყურადღება ახლოს არის და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის და საინტერესო არის. მე ყველაფერზე გული დამწყდა მორიგი ჯერ ანუ არაერთხელ ვიხსენებია და ჩვენი მოფიქრებულიც არ არის როგორ არის ჩამოშლილი ჩვენ ქვეყანაში დისკურსის და დებატების და ყველაფერი მსგავსის ყველანაირი ინსტიტუტი, ანუ გულისხმობ ხო არის ჩატეხილი ხიდი პროსახელისუფლებო და პროოპოზიცია. ეგ გვერდზე გადავდოთ, თქვათ იგივე მადუროსთან დაკავშირებით. რამდენი ისიც წავიკითხე, ძირითადად იყო ანუ ჩემ გარშემო, ვისაც ვკითხულობდი, ყველა იყო ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ ზოგი ცოტა მარცხნივ, ზოგი ცოტა მარჯვნივ და ყველა იყო აუ ეს სირები ნახე ახლა ეს ლევაკებს გული წყდება და ამათ აუ ამ ლიბერალის უხარიათ და არანაირი ცდელობა კამათის თუნდაც რო აინახე მაშინვე გამოდის რომ თუ ეჭვი შეგეპარა რა ეს ვენესუელის ოპერაცია თქვათ კარგი იყო თუ არა შენ მე თუ მადურო გევასება თუ რას და მეორე თუ დასვამ შეკითხვას ხო ხვდები კი ზუსტად არანაირი არავითარი რაღაცა რო გამოიტანო რა ქვია იმას შუა აზრიან ერთის არგუმენტები მოისმინო და მეორე არის მაშინვე თავდასხმა. თან ლაპარაკი კიდევ ერთხელ თავისიანებზე არის. რომლებიც აი შიდა ქართულ სპექტრზე არიან აქეთ ხო და ისეთი სიხარულით დედის დრგზაგინებენ ერთმანეთს დილიდან რომ ფიქრობ რომ ეს შეიძლება ამ კონკრეტულ ამბავში ერთმანეთს ან არ ეთანხმებოდნენ სხვადასხვანაირად ხედავდნენ მაგრამ შეეკამათე მაინც, ამიტომ რა ეგ კი, მაგრამ ნახე, ესეც არის და იქნება ჭეშმარიტება დაიბადოს, იმიტომ რომ ჩვენი უმეტესობა, ვინც ამას სოციალურ ქსლებს მოიხმართ, მაინც არის მემარჯვენეები ვარ და არის მემარცხენეები და მაგით ყოველში რაღაცა მოსაზრებები ალბათ უფრო მარცხნივ მაქვს, რაღაცები ალბათ უფრო მარჯვნივ, მაგრამ თვით იდენტიფიკაცია არ მაქვს, რომ ან ერთი ვარ, ან მეორე. მე არ ჩენ ხარ აგრე და მე ნერვები მეშლება ხოლმე როცა ტენია ხოლმე ხან თქვა ხო ლევაკები ხარ თალიბერალი ვა არ მე თვითონ არ ვიცი და შენ რა იცი ვინა ვარ ანუ კი ხო იცი რა არის ხო და უმეტესობა ეგრეა მეთქი და ამიტომ მარტო მაგ ჭრილში ამის ყურება როდესაც საერთოდ არ არის გადამწყვეტი ყველა სფეროში ეს დიქოტომია მარჯვენას და მარცხენას დაპირისპირება გინდა ეკონომიკურად და გინდა რაღაცნაირად არის უამრავი სფერო სადაც არ არის მაინდამაინც თქვა ირანში რაც ხდება მემარჯვენე მარცხენის კუთხით უნდა გაიგო თუ სხვა რაღაცეები შეიძლება იყოს უფრო იქ მნიშვნელოვანი ჩვენი სამოქალაქო ომი რო იყო თავის დროზე მემარჯვენეების და მემარცხენეების დაჯახება იყო თუ არა იმიტომ რომ არ ყოფილა არა და უამრავი სხვა ეგეთი კონფლიქტია სადაც შეიძლება რელიგიას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ან რაღაცა ეთნიკურობა ან საერთოდ პირად სიმპათია ანტიპათიას და ყველაფერი აი ამაში ითარგმნება ხოლმე და შემოbrunდები და დაგიბრუნებ ისევ და ამას ემატება ისიც რომ ყველა არის აღტკინებული დილიდან რომ თავისიანებს დედააგინოს და რატო ხო იცი რა არის ვენესუელის გამო ანუ ეგრე ძალიან გული შეთქივათ რომ მესმის უცხო ქვეყანაზე შეიძლება გული შეთქიოდეს მე პირადად მაქვს რომ ბანავდი ვფიქრობდი იერარქია არის როგორ ვთქვათ პატარა მიწის ძვრა რომ მოხდება ვიზე უფრო ამიჩხროლდება გული ხო ანუ არის რაღაცები ვთქვათ საქართველო უკრაინა სომხეთი აზერბაიჯანი რაღაცა გარშემო ქვეყნები რომლებიც სხვანაირად ახლოს მოხდება შეიძლება მოლდოვა ან ჩეხეთი იმიტომ რომ ყოფილა არის ხა ზოგი ქვეყნები ვთქვათ ნიგერია და განა საიდან სტუდენტები მყოლია და რაღაცა მამაქვს და არის ქვეყნები რომლებიც ახლა გული ყველაზე შემტკივა მაგრამ ხო იმიტომ რომ ისე არ ვიცი არავის არ ვიცი ნოფიქიდან და არც კულტურა ვიცი მაინც და კი ბატონო ხო იცი რა არის აი ის რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან საერთოდ უარი იქნა ნათქვამი დისკუსიაზე ხო ამა რაღაცნაირად გავლენა მოახდინა აი ამ ტიპის იმაზე დაპირისპირებებზე ხო იოლად იხლიჩება ის აზრად არ მოსდის არავის ალბათ მოსდის მაგრამ ეს არ არის მეინსტრიმული რომ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე დასხდნენ და როგორც შენ თქვი ერთი მხრიდან იყვნენ მაგრამ განსხვავებული აზრი განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ და იკამათონ რაღაცნაირად მიჩვეული არის არ ვიცი ეს მედია მეინსტრიმული მაინც რომ თუ დისკუსია უნდა იყოს პოლიტიკურად აი ესე იგი მოკლედ
ოპოზიცია ხელისუფლება უხეშად რო ვთქვა. მაგრამ ამასობაში ეს ოპოზიცია ისეთი მრავალფეროვანია, რომ ხო, ოპოზიციაში არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, შეიძლება ხელისუფლებაზე მეტად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები და ამ უმრჩევლისთვის არ არის უმნიშვნელო მათი კამათის მოსმენა, იმიტომ რომ მართლა ახლა ეს გაცვეთილი ის არის, მაგრამ კამათში იბადება ჭეშმარიტება. მე თუ მოусმენ აი სიტყვაზე იმაზე, რაც ხდება ვენესუელაში ან ირანში, რაც ხდება, მოусმენ ამას, ხო? აი, რა ვიცი, რელიგიის კუთხიდან, პოლიტიკის კუთხიდან, იდეოლოგიების კუთხიდან, რაღაც გლობალური საერთო მსოფლიო იმის პოლიტიკის ამბიდან და იქნებიან ამაში ექსპერტები ჩართული, იქნება ძალიან საინტერესო, მაგრამ იმდენად ისა თქვა ის მარგინალური გახდა თვითონ ეს დისკუსიის მოწყობა იმის გამო რომ რაღაც ხელოვნურად აი შუა უნდა გაიკრიფოს და ის ტიპის მე თუ შუა არ არის ის ტიპი არ უნდა მოვიდეს შენს ტელევიზიაში და ის შენი მოწინააღმდეგე არ უნდა მიუშვა შენს ტელევიზიაში ყურე ერთი არ მიდის ის კიდე არ უშვებს ხო ეს არის და რაღაცნაირად ამას მიეჩვია პლუს ამას ხალხი რომლებიც არავითარ ტელევიზიაში არ დადიან პოლიტიკოსები არ არიან მაგრამ ხმაური სოციალურ ქსელებში ისე მუშაობს მონოლოგის დონეზეც კი ილანძღებიან და იმას ანუ ერთი მაგრამ მეორე არის ვიღაც ხალხი ვისაც ზოგადი წარმოდგენა აქ ირანში არ ამყოფი და რაღაც შეიძლება ვიღაცებს იცნობს იქ პოლიტიკოსებს სხვები არიან ვინც არ გასტენია თბილისს უკვე დიდი ხანია და იქ არ არის ამყოფი ზოგი არის ვინც არ გასტენია მაგრამ იცის ზოგადი პოლიტიკა და ყველას ხმა ერთნაირად ისმის ხოლმე აი ზოგი იწყება რომ ეხა მე წარმოიდგინეთ და რაც ანალოგიები მოყავთ გინდა ირანზე და გინდა ვენესუელაზე რომ უყურებ და ფიქრობ შენ საერთოდ რა იცი ანუ იმიტომ კი არ არის შენ რა იცი არამედ არც ექსპერტი ხარ არც იქ ყოფილ ხარ რატო წერა გზეწარს როგორც ძველი ჟურნალისტები ვიტყოდით ხოლმე როცა არ მოგეთხოვება ცოდნა ანუ გაცვეთილი ის არის გუში რომ რუსეთის ექსპერტი იყავი და ხვალ ვენესუელის და ზე კიდე რაღაცის მაგრამ ნუ ჩეჩიპიტი ყველას აქვს და კი ხო იცი და ხელს ფიშვერდი ვაშლისკენ და ვაჩერე არა რატო დამიდეთ აი ეს სტუნება წინ გავწიოთ ხო მე რომ ამბობდი ეს პაპუაშვილის კომენტარი რა დავიღო რა არის იცი ხო ესე არის მაინც რომ ნუ აქ შიგნი ოპოზიცია ყავს აგენტი მაგრამ ეს აგენტი როა ოპოზიცია ახლა ვიღაცის აგენტი ხო უნდა იყოს და ის არის ნუ ძირითადად ახლა ესეა დასავლეთი კიდე ორ ნაწილად არის გაყოფილი პროპაგანდაში ევროკავშირი და ამერიკა ადრე არც ერთს არ ერიდებოდნენ არ ბილად რო თქვა კრიტიკას არც ამერიკისას არც ევროკავშირისას ხო და ამერიკა არ ახსენა საერთოდ და აი ის რო არის ადრე იყო ნიანგში და იმეებში ესეთი ძალიან ეს დოკუდაიავს ბირკასუა ეს ვინც რა უნდა თქვასო ის ტიპი ფულის ასაღებად გარბის იმა ევროკავშირი განანძღა ისე არაფერ შუაშია რა შუაში იყო და ევროკავშირი არ არის გლობალური პოლიტიკის გამსაზღვრელი ვინ ამბობდა რომ გაი სიტყვაზე გლობალური პოლიტიკის გამსაზღვრელია და სადაც ძალადობა არისო იქ არის ევროკავშირი სადაც რანაირად ეხლა მაგრამ რანაირად აი რუსეთშია ძალადობა სიტყვაზე რა ვიცი ნებისმიერ ირანშია ხო და ცოტა სასაცილო იყო იცი ძალიან ისა რომ აი ეს ცხენს ვერაფერი დააკლო და ეს უნაგირი დაამტრიაო ეს ბექა მოეწონებოდა ჩვენს ყოფილ თანამშრომელს და კოლეგას ესეთი ანდაზები ხო აი რაღაცნაირად ეს ძალიან ხელოვნური იყო ისე ევროკავშირის კრიტიკა ამ ფონზე არაფერ შუაში არ არის ხო ძალიან ეგეთი იყო და ხო ნიკო აი რო ამბობდით რომ ეს დისკუსიის კულტურა არ არის და რაღაცა ხო შენ უსმენ ხოლმე ეს ანკითხულობ იმას საშობაო ეპისტოლეს ნუ თვალს თუ შეკვდება ისე მაინც არა ჩვენები წერენ ხოლმე ხო რაღაც მესიჯებს იმის გამო რომ საშობაო სააღდომო რაღაც ესეთი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის ეს საპატრიარქო ნუ ამ რაღაც მესიჯებს აჟღერებენ ერთი თავიანთი მრევლისთვის და მეორე ზოგადად საზოგადოებისთვის და მათ შორის არის ხოლმე რაღაც პოლიტიკური იმეებს ელოდები ცოტა ის არის რომ ნუ ახლა პატრიარქის ფიზიკური მდგომარეობა ალბათ შენც ნახავდი და ის წარმოუდგენელია რომ ამ პატრიარქის ეპისტოლე ამხელა ტექსტ წერდეს და რაღაცა ცოტა უხერხული არის რომ აი ხო რაღაცნაირად რომ ხვდები რომ ნუ ბოლომდე ასე ვთქვათ, ბოლომდე პატრიარქის ჭართულობით არ არის გაკეთებული და იყო სიტყვის თავისუფლება იყო ნახსენები, ესეთი ნეგატიური იმით, რომ უყურე როგორ ამბობს საპატრიარქოს ქონდა ესეთი ისა და მე ეს აიტაცა ისე ხო, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა არის და ნუ მე გძელდება და
ხო და მე ასე პაპუაშვილს აიტაცა და ეს სიტყვის თავისუფლება რო ეს შემოვისაქნეს, აი როგორ ამბობს, იცი, თავს მოხვეული, აი ტროას ცხენი ამ სიტყვას არ ამბობს, მაგრამ ეს განცდა გიჩდება, რომ ყველას მიეცა შესაძლებლობა ხმამაღლა ისაუბროს, რომ არაფრის გაფეთქება, მოკლედ ესეც ევროკავშირმა რაღაცნაირად ეს თავს მოგვახვია და რა, ხო და სიტყვის თავისუფლება და რაღაცნაირად ეს სიტყვის თავისუფლება, ხო და ამ დროს იღებდნენ სულ კანონებს ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ სიტყვის თავისუფლების შემზღუდვას. სიტყვის თავისუფლება, როგორც ამბობენ, რაღაც გამოწვევა არის და მისი სახით შეიძლება რაღაც სიტყვის თავისუფლება როგორც ასეთი ცუდი არ არის, იმიტომ რომ რა ცუდი არის არა, ხო და საფუძველდებარე ხო რაღაც არა, ხო და თუ რაღაც საფრთხეებს შეიცავს აი სიტყვაზე დეზინფორმაციის ან რაღაც ცილის წამების გავრცელების სახით. მეტი სიტყვის თავისუფლებით გავუმკლავდები ამას, რომ არხები არ იყოს ჩაკეტილი, ადამიანები ან ვინც მონაწილეობს ამ იმას საჯარო დისკურსში, ხო, აზრის გამოთქმის საშუალებები ქონდეთ. სიტყვაზე ვიღაცა იმას ცილს წამებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, კი არ უნდა დაიჭირო ამ სიტყვაზე, ხო? ალტერნატიული ან აზრით, ან მოსაზრებით, ან დისკურსით გაანეიტრალო. სხვა შემთხვევაში ადურო ეს არის, ხო, და აი ეს არანაირად არ არის ისეთი გამოწვევა და პრობლემა, რომელიც ქვეყანას დაღუპავს. სიტყვის თავისუფლების მიერ დაღუპული ქვეყანა მაჩვენეთ ერთი და სიტყვის თავისუფლების აკრძალვით და არის სიტყვის თავისუფლებას რო დაიღუპოს ქვეყანა? საბჭოთა კავშირი. სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ის არის, რომელიც დაღუპა უშველა. ანუ დაშალა. დაშალა და უშველა. იმიტომ რომ ერთ-ერთი თანამედროვე შეფასებით იყო ის, რომ პერესტროიკა და გლასნოსტი, ანუ სიტყვის თავისუფლების დაშვება ქვეყანაში, რომელშიც არავინ მიჩვეული ამას არ იყო და უარესდებოდა ცხოვრების სტანდარტები, მხოლოდ გამოიწვია შფოთი და საკამათო თვითონ სიტყვის თავისუფლება კარგი და ცუდიაზე არ არის. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და რწმენის თავისუფლება და სინდისის თავისუფლება. არა, აბსოლუტური ის არ არისო, უფლებაო შეიძლება შეიზღუდოსო. ნუ გასაგებია ხო ამ სიტყვაზე საომარი მოქმედების დროს და რაღაც ტიპის ინფორმაციაზე შეიძლება ინფორმაციის გავრცელებაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა, მაგრამ ისე რომ ეს სიტყვის თავისუფლება გამოაცხადო რაღაც ისეთ გამოწვევად, რომელიც ქვეყანას საზოგადოებას დაღუპავს, პირიქით. ესე იგი შეცდა აქ მართლა. უყურე ხო თანხდებით რომ პროპაგანდა ცუდია, ხო თანხდებით რომ პროპაგანდა ცუდია, დამეთანხმებიან ის სხვა რამეს დაარქმევენ პროპაგანდას, ხო აი პროპაგანდისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეგ სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, შეზღუდვა, სადაც ამ საინფორმაციო წყაროებზე არ მიგიწვდება ხელი. პროპაგანდა მაშინ არის ძლიერი, როდესაც ვერ გადაამოწმება ამ სიტყვაზე ვისაც მიემართება, მას არ ექნება ალტერნატიული წყაროები. ეს არის მარტივად საბჭოთა კავშირი რო ახსენე და ის მადურო ესეთი ის არის აი ტელესინის ესეთი დისიდენტი ტიპი იყო რომელმაც შეაგროვა ეს საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირშივე პოლიტიკური ანეკდოტები და იქ არის რომ ეს ჯოჯოხეთის ეს მადუროს რეჟიმი ხო ესე ირქმევს რომ სოციალისტური არის ხო და აქ ამ იმაში არ გაუმართლდა როგორც დაამთავრა ახლა ხო და იქნებ იმ ქვეყნად გაუმართლოს და სოციალისტურ იმაში ჯოჯოხეთში მოხდეს. სოციალისტური ჯოჯოხეთი ჯობია თუ ისა კაპიტალისტური ჯოჯოხეთი ესეთი კითხვა არის ანეკდოტი და შენ როგორ ფიქრობ რომ მე ვიცი ეგ ანეკდოტი. ხო, სოციალისტურში იმიტომ რომ ხან ის ასანთი არ არის, ხან კუპრი არ შემოიტანეს ხან ეშმაკებს თათბირი აქვთ და არცალიათ, ხან ზარმაცობს ვიღაცა და ნუ ეგეთი ის არის. ხო, ეს ამ პერსპექტივით თუ შევხედავთ შეიძლება სხვა სოციალიზმში გაუმართლოს ტიპს, თორე ნუ არ ვიცი, მე რომ ნახე ეს ვენესუელის ეს კი დაუბრუნდი, მაგრამ ის მთლიანი შიდა პროდუქტია ეს ერთ ნუ ძალიან ღარიბი ქვეყანა არის ამ დროს თავისი ნავთობით და გაზის მარაგებით ის არის, რა ვიცი, ხო. ახლა ამას მოყვება დიდი დისკუსია რა ატომა არ არის და ვინ არ აძლევს ამის საშუალებას. ანუ არის კი, იცი რა, ხო ზოგი ხალხათავს რომ იგი იმიტომ რომ სულელები არიან, სხვები რომ სულელები არიან, კი არა ემბარგო იყო და არ აძლევდა საშუალება. მაგაში ჩაღრმავება ჩვენ საქმე არ არის, იმიტომ რომ მაგნენი არის. შენ ამბობდი რომ აი ისაო შხაპის მიღების დროსო ფიქრობდიო პოლიტიკაზე და რაღაცაო და წამღერება ხო არ გიცდია შხაპის ქვეშ. ჰა? შეთქენერად ხარ. მე არ მინახავს ეგ შესრულება, ანუ ლაპარაკი არის
არ სანამ მენახა ტელევიზორს არ მე გამოხმაურებებშიც გამოხმაურების შეხვდა რომ ფოტოები ვნახე რომ სოფომედიას წყალი ესხმება და პრისიონერებს ბღერის რაც ჩავთვალე რომ დასამახსოვრებელი იქნებოდა ალბათ ალბათ სხვა მსგავსი იმიტომ რომ ახალ წელს აქეთ იკითხა ტელევიზორი ახალ წლებზე და უამრავი მუსიკალური ნომერი ვნახე რომელიც გულთან ახლოს მივიტანე კი არა რაც არანაირი რაღაცა ეს იყო ვითომ ზოგი გემოვნებით ზოგი ნაკლებად გემოვნებით ეს ისეთი იყო რა ვიცი სოფომედია შესრულების სხვა ბევრი სიმღერა არ ვიცი და ამან მოახდინეს კი ახლა მე დიდი მუსიკის კრიტიკოსი არა ვარ მაგრამ ისეთ მუსიკის კრიტიკოსებს რომლებსაც შეიძლება ენდო გამოუთქვამთ აზრი რომ ვოკალი რაღაც იმ სტილში რაშიც მოღვაწეობს და იმ ჟანრში არ არის არაპროფესიონალი პირიქით ის არის თვითონ ეს გადაწყვეტა ამ შოუში როგორც არის ეს რომ გასდა ის ხმის წყალი და ის რაღაცთან ზამთარია იანვარი რაღაცის ცოტა ის კრინჯობა იყო მეც ვიფიქრო რომ ძალიან ისეთი ის არის აი რას ნიშნავს რა გადაწყვეტა ეს რა სითამამეა რაღაც ესეთი ღრმა დეკოლტე და წყალი და რაღაც ის ვიფიქრე რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი მეც გამეცინა რაღაცა და ნუ მე მაინც ესეთი მასშტაბით აიტაცეს იმიტომ რომ რაღაც იმიტაციებიც გააკეთეს აი ეს ბუკიას კიდე სხვა პოდკასტერები და ის ნუ 1-3-4 ის შემხვდა რომ შხაპის ქვეშ შედიან და იგივე საკეთებენ და რაც თავარია გამოხმაურება ამ იმისი სოფობედიას მეუღლის რომელსაც ჰქონდა ეს საშინელი ესეთი ის ჩაწერა ნუ მესმის რომ ახლა ეს ცოლი არის და ასეთი მასშტაბის კრიტიკამ ეს გააღიზიანა და ბულინგმა ასე ვთქვათ ან ავი დაცინო ამ თუ რაღაცა და თან თვითონაც ესეთი პოლიტიკურ საფანელს აძლევს რომ აი იმის გამო რომ ეს ქართული ოცნების ხარდაჭერები ვარ და აი ამის გამო ის ისტორია რა იყო ესეთი და რაღაცა და იგინება უპირობირიდან მოდით ნახეთ და გნახავთ და ამას ვიზავ და იმას ვიზავ და რაც ეს ასევე კრინჯობა იყო და ეგეთი რა ძალიან ხო მაგრამ მე როცა გააკეთეს ეს ისინი იმიტაციები და რაღაცები მე დაწერა რომ აიო სოფომო თქვი დაუბანლებო თავდაუბანლებო გაბანავათო ეს უკვე ისეთი ის იყო გაიგე აი ასე უნდა მიუდგე კრიტიკულია ხო ამას აი ეს იყო ახლა რაზეც ნუ შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მაგრამ მისაღები ამბავი კრიტიკას ან იმას რა ვიცი კრიტიკას კაი ბულინგი ხა ეს იმიტომ რომ ამბობს რომ კრიტიკა მისაღები არისო მაგრამ აი დაწერეთ რა არ მოგეწონათ და როგორ და რანაირად და უბრალოდ ის რომ დასცინით, ნუ ეს იმის გამო რომ პოლიტიკურად თქვენთვის მიუღებლებია. სინამდვილეში ეს პოლიტიკური მიუღებლობა და ამბავიც ისე მართველი ამბავის ის არის. არა, უკვე ნიკო, ძალიან ნიშანდო მე ვფიქრობ რომ მაინც აეტაპო ამბავი არის. ასეთი არასოდეს ყოფილა. რეპორტაჟები როა ხოლმე შობიდან ან აღდგომიდან წირვიდან, ხო? ადრე სული ჩითებოდა ხოლმე ეგეთი, აი ლევან გაჩეჩილაძე დგას სიტყვაზე დათო ბაქრაძის გვერდზე სამდე ნუ ერთმანეთს არ ლაპარაკი დგა, ან გიგი წერეთელი დგას ვიღაცასთან, ან გიგა ბოკერია. ხო, შობა ამანის და რაღაცა. და ყველა, მოკლედ, თელი პოლიტიკური სპექტრი მეტ-ნაკლებად იყო. წელს არ იყო. შარშან აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან თვალშისაცემი არის. ან რაღაც კონცერტები როა და ეს ხო, ეს ჩანაწერები, ხო? ერთმნიშვნელოვნად ვინც კი რაღაცნაირად იმას სიმპათიით განწყობილი პროტესტის მიმართ, ოპოზიციის მიმართ, ან საზოგადოების მიმართ, ვინც ქუჩაში გამოდის და რაღაცნაირად ხელისუფლების გადაწყვეტილებს აპროტესტებს, აი საერთოდ ჭაჭანება არ იყო, ხო და ვერც იქნება ნახე მანდ რა პრობლემა რომ ადრე იყო მოთხოვნა, თქვა ნაციონალების დროს ამის გამოც არის. კონცერტებზე ყველას დაუძახეთ, ანუ რატო ეძახით მარტო პროსამთავრობო ხალხს. ეხა არავინ მაგას არ ითხოვს, იმიტომ რომ თქვა ოპოზიციურად განწყობილი მომღერალი პროსამთავრობო კონცერტზე წავიდეს არ იქნება კარგი არავისთვის, მაგასაც მოყვება გამოხმაურება და მე დაბახმარებ ბოლო ფრაზა რა თქვი რომ ორივე მხრიდან არ არის ხოლმე ეს გათანაბრება სწორი, მით უმეტეს როცა არაერთხელ პროცესი ვინ პასუხისგებლობა არის ყოველთვის იმაზე ვინც იმიტომ რომ პროცესი შემქმნელია არის ასე შემდეგ. მაგრამ იმასაც ვერ წაართმევ რომ თქვა სოფობედია რომ ოპოზიციურად განწყობილი მომღერალი ყოფილიყო და თქვა არის პირველზე ემღერა იგივე არ ვიცი იგივე ოპოზიციურად განწყობილი ხალხი იმდენად დააბულინგებდა თუ არა თუ გაუფრთხილდებოდნენ ახლა თავისი ხო ძნელი სათქმელია მაგრამ ხო აი ბოლო ერთი წელი მაგან დამხალა ყველაზე უფრო 25-ის განმავლობაში რომ აქამდე ხო იცი რაც ცოტა კატარა ლეოპოლდი რო ხარო რაღაცა იქნება ხიდები ვიპოვოს და გადაკვეთის გზები და რო ატყობ რომ საერთოდ აღარ არსებობს მაგას არც ლაპარაკია აღარც მოთხოვნა და აი საიდან Facebook-ზე განხილვებს რომ ლაპარაკობთ რომ ის კაი რო ძალაუფლება და ოპოზიცია გავიარეთ რომ მან აღარ არის არაფერი მაგრამ აი აქეთ შიგნითაც არის რომ საერთოდ
10 კაციანი ჯგუფი აქეთ არის და სხვებს ნეხს ესვრიან, იქით 20 კაციანი რომელიც ამას აგინებენ, ზოგი ერთს აგინებს, ზოგი მეორეს, ზოგი მესამეს, როცა შეიძლება თქვა 95% რაღაცებში ეთანხმდებოდნენ ერთმანეთს და მე ან ტრამპზე ვერ შეთანხმდნენ, ან რომელიმე აიათოლაზე, ან რაღაცაზე და დამღლელია და გულისმომკვლელია და ასევე კიდევ ერთხელ რახან ხალხი გვიყურებს ხოლმე და ისა უმეტესობა ეგრე გრძნობთ თავს. ანუ ხანდახან როცა Facebook-ზე შედიხარ, გქონია რომ ყველა მაგიმაში არის ჩართული და არა უმეტესობას გვინდა რომ ვიღაცები მაინც ჩემი საყვარელი ის არის ტროპი თუ ფილმებში რო არის ხოლმე ელფი და გნომი რო ხელს მოკიდებენ ერთმანეთს და მოდი ახლა არ მეგონა თუ ელფის გვერდით მოკვდებოდი ხა მაგრამ მეგობრის გვერდით და რაც უფრო ნაკლები გვჩება ეგ ამით უფრო როდემდე უნდა ვიყოთ ეს ან რაღაც დროს ხო ვიღაცას უნდა დაელაპარაკოს თუნდაც აი ოპოზიციის შიგნით ხო, არა, ხო, მაგას არ ვიცი, ალტერნატივა არ აქვს, რომ ლაპარაკი დისკუსია, მეტი სიტყვის თავისუფლება, მეტი დისკუსია, მეტი კამათი. იცი რა არის, მე დარწმუნებული ვარ, აი საეტაპო იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც სიტყვაზე მოიფიქრა მმართველმა ძალამ, რომ არ მისულიყო ოპოზიციური ეგრეთ წოდებულ არხებზე და თავიანთ არხებს დაავალა, რომ იქიდან არ მოუშვას არავინ თავის სტუდიებში. ეს იყო აი იმის რა ქვია ბზარის თუ იმის ნაპრალის გაფართოების აი უზარმაზარი იმპულსი. აქედან დაიწყო განსაკუთრებულად ცუდი პროცესები. გაუცხოება ერთმანეთის და ერთმანეთის აღქმა, რა ვიცი, შეიძლება არც უსაფუძვლო, შეიძლება საფუძვლიანი, რომ აი ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, აი მტრული ძალები ერთმანეთის აი საწინააღმდეგო ინტერესებით და გავლენებით. ხო, ნიკო, ახლა სულ ამ ახალი წელია მაინც ჯერ ისევ და ესე სულ პოლიტიკაზე და ნეგატივზე არ ვილაპარაკოთ. ის ვიდეო თუ ნახე, ცოლად ქორწინებას რო თხოს და ის ბეჭედს რო უკეთებს ხალხო სოფელში და ჩავარდება მე. ბათუმში ხო, ჩვენც გვაქვს ეგ გაკეთებული ეს მოკლე ვიდეო, ვირუსულად გავრცელდა და რა ვიცი. სასაცილო იყო ძალსახად. ვიღაცა რო ვარდება სასაცილო. ხო, მაგრამ იცი რა არის, ძალიან მაგარი ამბავი არის, რომ ეს ტიპი ვარდება და მე ეს გოგოც რომ მიყვება, ხო? ახლა ფიქრობ რომ რაღაცნაირად რო თავი შეეკავებინა, იცი არ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ხო ესია ერთმანეთს რო დაუკავშირებენ ბერტს, ჭირში, ხინში და იმაში და ამაში ჩაიჩეხა და ჩაყვა. ხო? და იმედია იქ თან რაღაც ცოტა ქერიც იქნებოდა იქ მომქნელა და ქერის ორმოში იმოხდა. მაგრამ უყურე ხო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ვიდეო არის. აი ბიჭო მაინც რა არის, არ ვიცი ეს ანონიმურობა, ამ სოციალური ქსელების სპეციფიკა. ლანძღვა შეხვდა? იცი რამდენი ლანძღვა შემხვდა, რატო იცი? რას დგას, რატო არ ეხმარება, რა ბოთია, რა ის არის, მიეხმარა იმის. ბიჭო, ჯერ ერთი ის ბედნიერებისგან ისევ კუსკუსებს და იცინის ის გოგო და ესეც რაღაცა ესეც დამტრეულია, ისიც დამტრეულია. ხა ეგრე, ნუ არ ვიცი, ხო? აი ეგ არის სოციალურმა მედიამ გაგვაბედურა. მე ერთი ის ამაქვს, რომ მე მგონია რომ ამერიკელების შემოგდებულია საჯაროდ ხელის თხოვნის ამბავი. მე მანამდე არ გამიგია საბჭოთა საქართველოში ან დამოუკიდებელ საქართველოში საჯაროდ ერთმანეთს თხოვდნენ და მაგისი ვარ ძალიან დიდი წინააღმდეგი, რამდენიმე ან იმ ადამიანებს უსურვებ მთელი ცხოვრება ბედნიერებას და სულ კარგად იყვნენ. მაგრამ ზოგადად პრინციპზე ვამბობ, რომ ერთი თუ ქალმა არ იცის, ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ აყენებ, რომ ვიღაცები გიყურებენ და იქნება არა. მთელი უბედურება ეგ საჯაროობა არის, რომ ის დასანახად უნდა მოიქცე ისე, რომ აი ხო, თუ ზუსტად იცის, რაღაცნაირად დაალაგეთოს არა ის არის. მესამე რომ რატო აუცილებლად გაგიჟდეს ქალის სიხარული და ტირილი დაიწყოს, ანუ რა ნახე გავბედნიერდი ამან მეოთხე არის რომ მე თქვა თუ ამას შევისწარი, იქნება არ არის კაი წვილი და არ უნდა იქნა ეგენი. რა ჩემი საქმე მე რატომ არა უცებ. ანუ უცებ ვიღაცა ერთმა უცებ ადამიანმა მეორეს რო ხელი თხოვოს, მე უნდა გამეხარდე საქმედან, რა ვიცი, მე ვინ არიან. ასე რომ ქართული. ანუ ძალიან გავართული ერთმანეთს თხოვო ხელი რა რესტორანში ჩუმად რაღაცა ისე და თუ მაინდა-მაინც რაღაცა ის უნდა კი ბატონო, საახალწლო სოფელი იქნება თუ იფელის კოშკი იქნება თუ რაღაც იალბუზი პრივატულად ერთმანეთში და მე ეხა კაცი რომ ესე თხოვდა იმან რომ უარი გითხრას შენათხევში ხარ მე. ქალზე კეთდება ზეწოლა. ანუ კაცი ცოდოა ხარ თუ ესე საჯაროდ გამოუცხადე რამდენი სისულელე გვიქნია კაცებს ხო ანუ
შეიძლება უცებ გადაწყვეტა რომ აი ეს მე მომყვება ცოლად და იმით რომ არ მომყვები ცოლად და მე სირივით კეხარ ხელში ესე და ხალხი გიყურებს შენ ცოდო ხარ ისიც ცოდოა და მაყურებლებიც იქრინჯებიან და შევეშვათ რა რაღაცა თუ მაინც ისეთი გინდა განსაკუთრებული რომანტიკულობა არ ვიცი რა არის რომანტიკის წვერვალი ვისთვისაც რა არის გააკეთოს სამ აი შენი ხავი ის ნეგატიური კომენტარი შენი დატოვებულია ჩანჩქერი სამ ჩანჩქერთან თხოვებ მერტო ჩემ წყალვარდნას ვფიქრობდი და მე მივხვდი რომ ჩანჩქერი გინდა კომენტარები წყალვარდნი რაღაც არა მე ამოვწურე ნიკო კარგი ესე იგი ვასილ ჟიჟიაშვილი წერს რომ ნიკო ჩემი გვარის არასწორად წაკითხოს გაპატიებ ამ ერთხელ ჟიჟილაშვილი წავიკითხე ალბათ იმიტომ რომ თუნდაც მიგვარია ჩემთვის კითხვის რუბრიკა ადვოკატი ვარ და ხშირად აქტივისტების დახმარებას მიწევს ხოლმე ხო და ამ ყოფაში სადაც სასამართლოში რაც არ უნდა თქვა როგორი გამჭრიახიც არ უნდა იყოს აზრი აღარ აქვს ადვოკატობას ხშირად მეგობრებს ვერ უხსნი ხოლმე მარტივად რას ნიშნავს პროფესია წამართვეს მეთქი ხო და ამ ყოფამ თქვენს წაგართვათ პროფესიაო კითხვის ნიშნით 10 ლაიქი ამ კომენტარს ძიო ბატონო ვასილ ან 6 ლაიქი აქვს და 4-ს მივუმატეთ ახლა რა თქმა უნდა ერთი მეორე ძალიან კარგად მესმის ეს გზნობა იმიტომ რომ რაღაცა რომ მოამზადებ გამართულად იურიდიულად ყველაფერს შეგებებებს დაწერ იმას იზამ და იცი რომ აზრი არ აქვს. ესე იზამ თუ ისე იზამ შედეგი მაინც იგივე იქნება და შენ მაინც ყველაფერი სწორად უნდა აკეთო, იმიტომ რომ შენი საქმე ეგ არის, მაგრამ სწორად გააკეთებ თუ არ გააკეთებ შედეგი არ დადგება და სიგიჟე არის ეგ. კი, ადვოკატებს ეგ გამოწვევა აქვთ. აი, სადაც იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო მართლმსაჯულება თავისუფალი არის, იქ ადვოკატის ხელოვნებას ადვოკატის უნარჩვევებს, რიტორიკულ ხერხებს, ან იმას მეტყველებას, ლოგიკურ აზროვნებას, ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი, სიტყვის ძალა თუ სადმე ჩანს სასამართლო დარბაზში, სადაც ბრალდება და დაცვა ერთმანეთს ეჯიბრება. ჩვენთან არ ვიცი როდისმე თუ იყო რომ აი სიტყვაზე ეს თავისუფალი შეჯიბრი არსებობდა, არ ვიცი. წიგნი არის ესეთი ცნობილი ქართველი ადვოკატების 19 საუკუნიდან მოყოლებული და რაღაც პერიოდამდე ცნობილი სიტყვები, წარმოთქმული სიტყვები, აი სტოლერმანი ესეთი ის იყო დირიჟორი, აბესალომ და ეთერის რაღაც პარტიტურა ცოლმა დაუწყა თუ რაღაცა და ეს ცოლი მოკლა და გაასამართლეს და მე ადვოკატის სიტყვით და იმი გაამართლეს. ცოტა მაზალო ამბავი კი არის, მაგრამ ეგეთი რაღაც ხო და სრულიად შინაარსია გამოცლილი. მე არ ვიტყვი ახლა რომ საერთოდ ადვოკატი უნდა მოდუნდეს და არაფერი არ აკეთოს, მაგრამ სადაც პოლიტიკურად უყურე გაშიშვლების თვალსაზრისით რო ამხილოს სიტყვაზე რომ ეს საქმე შეკერილი არის, თუნდაც ამიტომ არ მომკვდარა ეს პროფესია და მაინც არის ვერ წაართმევენ, იმიტომ რომ საზოგადოებას რო შეექმნა ცხადი წარმოდგენა რომ აი ეს საქმე არის შეკერილი და მართლმსაჯულება გაიყიდა, ამისთვის მაინც არის საჭირო ადვოკატი. სულ რო არაფერი თქვას და არაფერი გააკეთოს, შეიძლება არგუმენტიც აღარ დაგჭირს მე რო თქვა რომ აი ეს რანაირი სასამართლო არის. თორემ მეც აი წლების წინ უცხოელ მეგობართან ხო რაღაცას პროფესიებზე რო წავიდა ლაპარაკი, მე ვთქვი რომ აი ადვოკატზე მოსაწყენი პროფესია რა შეიძლება იყოს და გაგიჟდა ისიდან არის სადაც მართლმსაჯულება თავისუფალი როგორ აი სიტყვით შეიძლება ადამიანი ეშაფოტიდან ჩამოიყვანო და რაღაცა მართალი ადამიანი არ დაისაჯოსო და მე განა ეგ არ მესმოდა, მაგრამ მე იმას გულისხმობდი რომ სადაც არ არის ხო ის ხო მაინც ესე გავს ძალიან ამ წყლის ნაყვას, მაგრამ სინამდვილეში მაინც არ არის ისევე როგორც ჟურნალისტის საქმიანობა. შენ რომ შექმნი პროდუქტს, იმას მაინც ექნება ძალა, ვიღაცაზე მაინც ექნება. შესაძლოა ახლა ეს მოკლევადიან ამბავში ვერ გატეხოს ის და ვერ გაანათოს ესე, მაგრამ რაღაცა გძელვადიან ამბავში კი, გააგზელი. ვიჩენ Better Call Saul უნდა ნახო მაინც აშვებიდან. T13 გეკითხება რომ რუსთავში უნივერსიტეტი რატო არ არისო? იქნება. მალე იქნება. აცალეთ. წინაზე ვლაპარაკობდით ციხის ციგნებზე და ლევანი 222 არქიპელაგ გულაგზე გამოგიხმაურა, რა კითხვა დავიწყე და გული ამერია საზღვრების აქცია. აი ეგ არის ხომ. მე წავიკითხე შალამოვი, მივხვდი რომ ის თუ სისტემის დეგრადაციაზე და გულისრევაზეა, შალამოვი ადამიანების გადაგვარებაზე არისო. ყველა უნდა წაიკითხოს ორივე. იქ იმასაც ახსენებენ იმ დოსტოევსკის იმას
შეშლილი სახლის. ხო, მივალ იქამდე. თემო ოდიკაძე კოლიმური მოთხრობები ადამიანების გადაგვარებაზე უფრო ვიდრე იმედზე, მაგრამ კარგად ჩანს ქურდული სამყაროს სახე და არსი ყოველგვარი ხო, არა, იმედზე რა მე იმის თქმა მინდა რომ ბევრ სიტყვაზე ხო შენს გარემოზე კითხულობ და ბევრად უარეს სიტუაციაში ყოფილან და გადარჩენ. იცი რა არის აი ესეთი ალექსანდრე ღოღობერიძე აქვს შალამოს ერთი ცნობილი მოთხრობა ეს ალექსანდრე ღოღობერიძე იყო ფერშალი თუ რაღაც მკვდარი სახლის ჩანაწერებიო მაი მიქაძე წერდა. ხო, მკვდარი სახლის კაცი ხო. ხო, იქაც ის არის ხო ეს კატორღის და ის სიტუაცია და იქაც პერსონაჟებით არის გახსნილი რა სიტუაცია არის იქ ის ის არის ჯერ მეფის რუსეთში არის ხო იქ საშინელება ხო და ალექსანდრე ღოღობერიძე არის ის ტიპი რომელიც აი ადამიანების გადარჩენით იყო დაკავებული აი იმ საშინელ ჯოჯოხეთში გულაგში და მაგაზე მე ადრე რადიო რო ვიყავით მოკვლევა გავაკეთე მაგ ალექსანდრე ღოღობერიძე ვინც იქ ესე აღწერს რომ რაღაც ფარმაციის ინსტიტუტის დირექტორი თუ რაღაცა იყო იქ ის არის მედიკოსია რა ხო და ნუ ესე იმათ ვერ ზუსტად ვინ იყო ნანა ღოღობერიძესთან რატომღაც დავაკავშირე ხო არ იქნებოდა მასთან რაღაც კავშირის მქონე ეს არანაირადო და ნუ მოკლედ არის რა ეს იმედის ხმები მანდაც არის იმ ჯოჯოხეთშიც არის რაღაცნაირად ყველა არ კარგავს ადამიანობას და რაღაცას შეიძლება მოეჭიდო და საყრდენი იპოვო ხო და მე ეს იმ თვალსაზრისით ვურჩიე რომ აი უიმედობაში სიტყვაზე რაშიც ხარ და ფიქრობ რომ უსამართლოდ იჩაგრები და ხარ აქ ახლა რაც არ უნდა ის იყოს ნორმალური პირობები თავისუფლება რო გაქვს შეზღუდული და უამრავ რაღაცაზე ცდომა გაქვს შეზღუდული მაინც განცდა რომ კატასტროფა ხდება და ამაზე უარესი რა უნდა იყოს რომ უსამართლოდ ხარ იქ და ნუ რა ვიცი თუ ვიღაცის თუ შეიძლება ნუგეში იყოს რომ სხვას ბევრად მეტი უწვალია და უტანჯია 11 სექტემბრის ტერაქტი რა იყო მაშინ მასოს ჯონ სტუარტი თემდე არის გადაცემა მყავს პოლიტიკური სატირისტი თუ არ ვიცი როგორ დავარქვა ძალიან ცნობილი ის ქონდა მეორე თუ მესამე დღეს უნდა წაიყვანეს გადაცემა რომელიც იუმორისტული გადაცემაა და არ ეხუმრებოდა საერთოდ მაგრამ ის რაღაცა თქვა რომ ამჩემა მითხრაო რომ კარგად ვერ ჩამოვაყალიბებ მაგრამ იმას კი არ უყურო დრებსო უყურეო ვინც დასახმარებლად რომ მიდის იმ ხალხს როცა ტრაგედია ხდებაო იმას შეხედება რომ უიმედობა რო არ შეგიფკროს რომ რამდენი ადამიანია რომელიც იქ მიდის და ეხმარება და ადამიანობას ავლენს და არა დაკარგავს იმიტომ რომ მართლაც და უფრო ადვილია იმაზე გაამახვილო ყურადღება ვიღაცამ რო სახე დაკარგა ან ძალაუფლებით ან რაღაცა ჩაგურით ან ყველაფრით მაგრამ ყორიან ალექსანდრე ღოღობერიძეებიც კი მაგის ხმამდი კი ბატონო იქ დოსტოევსკისთან იმის შეშლილი სახლის ჩანაწერებში იქ ძალიან მაზალო არის ის კავკასიელები რო არიან და ძალიან ესეთი იმათ აღწერს დადებითად პოზიტიურად მაგრამ ჩადენილი აქვს დიდი რაღაც იმათაც მკვლელობები დაცემები იმავე რა ხაჩაღები რაღაც ძმები არიან და უცნაური არის ეს მე არ წამიკითხავ ხო ანუ ისეთი ვიცი რა ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გადაშალო წაიკითხო ძირითადად ეს ისაა არჩეული რომ აი პერსონაჟებით ხსნის იმას აი ყველა თითქოს ესე იგი ვისთან ერთადაც კი მჯდარა იმ კატორღაში ხო ყველას ახასიათებს და გარემოსაც აღწერს და ნუ გარემო ნუ საშინელება ხო შემდეგი ნინო გვარჯალაძე წერს რომ Stranger Things-ის ფინალი ძალიან მომეწონა და ერთი ის ვიფიქრე იქნებ ნიკოსაც მოეწონა საერთოდ ვერ გავიგე ამ წუწუნა ხალხს რა არ მოეწონაო წიგნის ბეჭდების ბრძანებლის დასასრული გამახსენა ბევრ ადგილას ფროდო რო ხდება რომ გამარჯვების მიუხედავად ძველებურად ვერაფერი იქნება მოკლედ მომეწონა და რა ვქნა ანუ ხო ბოლო სეზონზე არ გავგეშდი ფინალი კარგი იყო ანუ კარგად დაამთავრეს შეკრეს ყველაფერი ძირითადი პრობლემა იყო რომ პირველი სეზონის Stranger Things-ის იყო ძალიან კარგი მე ყოველ ჯერზე ძალიან ცუდი არც ერთი არ ყოფილა ჩემი აზრით მაგრამ ძალიან გაიზარდა მოქმედი პირების რაოდენობა და ყველა საქმე ყველგან აღარ ქონდა თან მაინც თინეიჯერებისთვის განკუთვნილი შოუ იყო და აი ესე ხალხის ხოცვას ერიდებოდნენ, ან ვიღაცები კვდებოდნენ, მაგრამ ნუ უმეტესობა ცოცხალი მივიდა ბოლომდე. და ბოლოში გაბერილი იყო რა, უამრავი ხალხი იყო, რომელსაც ზოგს არ ქონდა ის განვითარება როგორც უნდა ქონოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად დამთავრდა. სიუჟეტური ხაზი წდებოდა, ან ბოლომდე არ იყო ისა განვითარებული და წარმოიდგინე უკვე 15 პერსონაჟი რო აქვს სერიაში, ყველა საქმე აღარ აქვს ისა რა, როგორც ადრე ქონდა ხოლმე და ანუ პირველი სეზონი არის ყველაზე კარგი და იქ იყო ძირითადი მუღამი პატარა მეგობრების ერთმანეთთან დინამიკას, ანუ მეგობრობა რაღაცა და აქ ხალხ ეგრე აღარ გამოვიდა, მაგრამ ნუ არ ძალიან ღირსეულად დაამთავრეს, no problem.
ესე იგი კიდევ ერთი სოსო ფილმში წერს რომ ციხეზე ამბებზე გამახსენდა კაი წიგნი მამარდაშვილმა ახსენა ერთხელ და ეხლა წავიკითხე ამერიკაში Darkness at Noon არტურ კესლერისო. ძალიან საინტერესოა და იმაზეა ზუსტად როგორი ამობრუნებულია ინდოქტრინიზებული ადამიანის მორალიდან გაგება. არტურ კესლერი ის არის? მზის დაბნელება, ხო, ქართულადაც ამეგონია თარგმნი. კესლერი ის არის კოთხუბთავინებრო დაწერა თუ ის სხვა კესლერია? კარგი. ესე იგი წინაზე ვახსენე ნინო სააკაძეს მოგწერა რომ ვეღარ ვიპოვე მისი კომენტარი და რაღაცა ფობი აჭერს მეთქი რომ სხვა როჭამს საშეუძლია. და რაღაცა კი არა კონკრეტული. კი არა მიზოფინია ქვიაო და ძალიან ტანჯველიაო ვისაც უჭირს ასე რომ გირჩევთ გაითვალისწინოთ ერთგული მსმენელი რომ არ დაკარგოთო. არის მიზოფინია სხვა შორის გაცილებით მეტ ადამიანს ჭირს ვიდრე წარმოგიდგენიათ შეიძლება მათაც არ იციან ვისაც ჭირთო ამას სიყვარულით უპასუხებინოს ახლა რა ყველას უნდა ეფერო თუ რაღაცა მაგრამ აჰა არის რის ფასად უწევს ამ თავის შეკავება ნიკოს მეც ჩემი ისა მაგ რაღაცის ფინია რომელიც არ ვიცი რა ქვია წიროს ზის უნდა ჭამოდა ამიტომ ჯიმის ცხოვრება ცოტა შორს დადემეთქი რომ არ იმიტომ რაღაც მომენტში ავიღებდი და შევჭამდი და აჰა გავითვალისწინე მიზოფინებს ჩემი მხარდაჭერა Your Friends and Neighbors ხო არ უყურებთ მაგარი ხოშიანი სერიალი ჩარლზ ოდოვიკო სექტემბრინი მე არ ვინახავს ახლა გავიგე პირველად არ უყურებთ სექტემბრინი არის სექტემბრინი ხო თომას მანის ფანი შეიძლება ფანი არ არის და უბრალოდ მოწმში ახლა კომგემ იქნება პროდიუსერმა აღარ დაახვედროს პატივცემულს თუმარ სასუსნავები ყურში არასასიამოვნოდ ისმის პირიც კლაპუნიო გავითვალისწინეთ ერთი მეორე დიდი მადლობა რომ გონია კომგე რომ პროდიუსერი ყავს ამ გადაცემას წინაზე სერგო ორჯონიკიძე ვახსენეთ და მე 57 ორბიქ წერს სერგო კიროვთან მეგობრობას შეეწირა კიროვი კი მისი მაღალი რეიტინგის გამო დაისაჯა მოკლედ ასე იყო არ მინდა რომ გამოვიდეს სტალინის დამცველი მე თვითონაც დიდი ხნის განმავლობაში მეგონა ისე მის გარეშე რომ კიროვი სტალინის მოკლული იყო იმიტომ რომ ბოლოში რო წავიკითხე იქაც ეგრე არის მონტეფიორესთან მეორე ნაწილი რა სტალინის წითელი მეფის კარზე და შემდეგ რომელიღაც ვიდეოში ვახსენე და შემდეგაც პრივატულად მირჩიეს ვაინახე ესენი წაიკითხეო და მოკლედ დღეს აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს რომ კიროვის მკვლელობა იყო ადილტერთან ცოტა ხო პრობლემით არა სტალინს არ მოუკლავს არა მართლაც და ოფიციალური ვერსია ნიკოლაევი თუ რა ხო ტიპს აქვს მაგაზე მონოგრაფია დაწერილი რომელიც არ წამიკითხავს მაგრამ მაგისი პოდკასტი მოვისმინეს თუმრად იყო სადღაცა და ძალიან კარგად გამოიკვლია ყველაფერი და ანუ რაც ჩანდა ის იყო ანუ მე სტალინმა გამოიყენა კი კაცო რაიხსტაგის დაწვასავით გადაპარსა მე მთელი ის თუმცა ისი საბაბი იყო ეგეც არავინ არ წეგ იყო ძალიან უცნაური ანუ რეპრესიები როცა დაიწყო მოყვა სწორედ კიროვის მკვლელობას იმიტომ რომ ყველა არის ბევრი არ მაქვს საკითხული მათ თქვა კოტკინის და რაღაცეების წერენ რომ თითქოს მიზეზი არ ქონიან როგორც ეს რეპრესიებს იწყებენ რომ ან გარეშე საფრთხე გამოგხრება ან შიდა საფრთხე ან რაღაცა ხდება და თითქოს აი ყველაზე უფრო მყარად იყოს საერთოდ და თვითონ შეიქმნა პრობლემები სტალინმა როცა არავინ თან ვისაც ხოსავდა თავის უგულესი ხალხი იყო ანუ ის კი არ იყო რაც ოპოზიცია ამოძირკვა თავგადაკული სტალინისტები მიახოცა მათ შორის სერგო ორჯონიკიძე რომელიც ლეკვივით ერთგული იყო იმისი სტალინის იმაზე ვირს თუ იმას ეძახდნენ რა ტიპს ისეთი ერთგული იყო ხო ისა ცოტა პრევენცია ნიკო და ცოტა მანიაკობა რა არ არის საკმარისი მიზეზი ლალიბერძე მოვიკითხოთ დიდი სიყვარულით ნანა მილზილი მოვიკითხოთ ბელგიაში ასევე დიდი სიყვარულით და ხვიჩა კორაშულმა ლათინო წერია და როგორც მე გამოვარო კვარი არის სწორედ წავიკითხე ბოდიში ციხის ამბებზე ლევან ბერძენიშვილის წმინდა წვლილების გამოტოვება არანაირად არ შეიძლება ჩემი აზრით კი ბატონო ლევანსაც ეგრეა პერსონაჟებით ყვება ამ თავის თავგადასავალს და ციხეებში სიტუაციას და მე ვფიქრობ აი რა ვიცი დისიდენტობის ისტორიასაც ხო ყველა მნიშვნელოვანი ტიპი აქვს ყავს ნახსენები ტუსინოსმა კარგი იდეა რაზე არ ვიცი ოღონდ ციხეში რა გითხრათ ციგნების კითხვა მაგრამ ჩეხეთში ჩამოსული ქართველი ბიჭებისთვის ერთ საცხოვრებელში 25 ცხოვრობდა და იქ გავხსენეთ ქართული ბიბლიოთეკა რაც კარგი ის მეჩვენა და ბოლოს მამუკა გაბუნი აქვს წეს რომ გეტყვით კარტელურ გარიგებაზეო წინაზე ვახსენეთ ერთ-ერთ ქსელური მარკეტის მენეჯერის გამოცდილებით როდესაც თქვი რომ 100 ლარით მოგვემატებიან ხელფასი თანამშრომლებისთვის
კადრების უპრობლემა იყო ამ ხელფასის გამო, მიპასუხეს არა, ეგერთი თვე იმუშავებს, შემდეგ სხვა ქსელსაც მოუწევს. გავსის გაკეთება და დამნაშავედ ჩვენ გამოვალთ ხარჯების გაზრდაშიო. ასე რომ ანუ ჩემი გამოცდილებით ხედავ მანდ კარტელური გარიგების ნიშნებს და ეჭვ მაგ მართლაც ბევრგან რაღაცა მსგავსი ის იქნება შეფასება რა არის კარტელური რა არის შეკვრა რა არის რაღაცა არ ვიცი მაგრამ ხო მაგრამ მაგისთვის არის ის სამსახური რა ქვია ის ანტიმონოპოლური თუ რა ქვია ის კონკურენცია რა თუნდა კომისიები რა ვერ კომისია არ უნდა მაგრამ ის კარგად მუშაობს ბაცხის პურის თუ რა კარტოფილის ფასი ძიებ და რატო გაძვირ გაიც მე თქვენს რომ ფქვილი გაძვირება დავმალო აი დავიკიდე ამასობაში გავეჩი ხო გავედი ხო აბა დატენილი იქნება ხო ასე გადავდოთ გავედით ბოლოში კილოცაკ შობას წინძვრით ახალი წელია და ამოვიღოთ საცივიდან თავი და მეზოფინებმა გადართეთ დროზე ნაჩვენებთ აბა დროებით ნახოთ